გამარჯობათ მეგობრებო. დღეს გადავწყვეტე ცოტა სხვანაირი ვიდეო გადამეღო და თუ მოგეწონებათ, ალბათ უფრო ხშირად გადავიღებ ხოლმე. და ეს იდეა დაიბადა იქიდან, რომ როდესაც წიგნს ვკითხულობდი, ამ შემთხვევაში ჯეინ ოსტინის ემას, სულ გინდა რომ ვიღაცას გაუზიარო შენი ფიქრები პერსონაჟთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ არ შეგიძლია, იმიტომ რომ შენთვის კითხულობ. და გადავწყვეტე რომ ესეთი ვიდეო ჩამეწერა და 8 საათი თქვენთან ერთად წამიკითხა წიგნი და გამეზიარებინა რას ვფიქრობ იმ მომენტში, როდესაც იმ წინადადებას ვკითხულობ, რაც ემოციას იწვევს შენში. გაბგიშდები. ეს მოხუცი რაღაც საჭირო იყო თორე მე ჯერ პერსონაჟი არ მახსოვს, ასე ძალიან არ ნდომებოდა. როგორც უკვე აღნიშნე, ჯეინ ოსტინის ემას ვკითხულობ და სანამ ვლოგს დავიწყებ, მინდა რომ ცოტა მოგიყვეთ ამ წიგნის შესახებ. სპოილერები ისეთი, რომ წიგნის კითხვა აღარ მოგონდომოთ არ იქნება, თუმცა რა თქმა უნდა განვიხილავ სხვადასხვა პერსონაჟების ხასიათს და ასე შემდეგ. ეს სანამ დავიწყებთ წიგნის კითხვას, ან მე გავაგრძელებ წიგნის კითხვას. მაგრამ უშუალოდ წიგნის კითხვის პერიოდში, რა თქმა უნდა, აღშფოთებას და აღფრთოვანებას გამოხატავ ხოლმე შესაბამისად რაღაცებს გაიგებთ. ემაში მოქმედება ხდება ჰაიბურიში, პატარა წყნარ ინგლისურ სოფელში მე-19 საუკუნის დასაწყისში. და ალბათ წიგნის ხასიათის წარმოდგენა ქართველებს არ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვკითხულობთ წიგნებს, როგორებიც არის ჯეინ ეარი ან ჩარლზ დიკენსის წიგნები, ქარიშხლიანი უღელტეხილი, სიამაყე და ცრუწმენა და ასე შემდეგ. სანამ ამ ვიდეოს დავიწყებდი, ჩამოვწერე თითოეულ პერსონაჟზე დახასიათებები, რომ არც პერსონაჟი გამორჩენოდა და არც მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშნები. რა თქმა უნდა, ამ წიგნში დავყვებით პერსონაჟებს თავიანთ სოციალურ შეკრებებზე, ვხედავთ რა დიდია კლასთა შორის სხვაობა, ვისმენთ სხვადასხვა ჭორებს, რომლებიც ზოგი სიმართლე აღმოჩნდება, ზოგი კი უბრალოდ ჭორია. თავარი პერსონაჟი, ანუ ემა ვუდჰაუსი არის ჭკვიანი, მდიდარი, ცოტა ამპარტავანი, მაგრამ ამპარტავნებას არ გამოხატავს, უბრალოდ იცის ამ სოციალურ კლასში თვითონ რა რგოლის წევრია ძალიან კარგად. აქვს ერთი დიდი ნაკლი, ჰგონია რომ იდეალურად ხვდება ვინ ვისთან უნდა იყოს და ასევე ვინ არის მიზი თაყვანისმცემელი და ვინ არის თავის მეგობრის თაყვანისმცემელი. თუმცა არ ვიცით რამდენად მართალია თავისი მიხვედრები. ის უნდა ითქვას რომ არავისთვის ცუდი არ უნდა, პირიქით მართლა ჰგონია რომ კარგ საქმეს აკეთებს. შემდეგ ყავს მისტერ ნაითლი, რომელიც ემას ახლო მეგობარი და დის მაზლია. ჯერ ამ კაცში ნაკლი არ შემიმჩნევია, უზომოდ ჭკვიანია, დინჯი, სწორი ღირებულებების და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ერთად უნდა დარჩნენ ემა და მისტერ ნაითლი. თუმცა ისევ და ისევ სპოილერი არ არის, პირველივე გვერდებიდან ასეთ შეგრძნება მაქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ემა გათხოვებას არ აპირებს, ასე გვეუბნება მთელი წიგნის განმავლობაში. მისტერ ვუდჰაუსი, ანუ ემას მამა, ძალიან საყვარელი მოხუცია, მაგრამ სულ სახლშია, სულ ცუდად არის და სულ სახლშია. როდის მუშაობს, არ ვიცი, მაგრამ ესენი ხო არც მუშაობდნენ. ჰარიეტ სმიტი, ეს არის ძალიან საყვარელი და მიამიტი გოგონა, რომელიც ფაქტობრივად ემამ შეიფარა, ანუ თვითონ არ არის ესეთი კლასის წარმომადგენელი, რომ ასეთ სოციალურ შეკრებებს ესწრებოდეს, მაგრამ რატომღაც ემამ აირჩია და საყვარელ მეგობრად დაასახელა და საზოგადოებაში წამოიყვანა. მისტერ ელტონი, ვხედავთ, როგორც წარმოსადეგ, ამბიციურ და ზრდილობიან მამაკაცს, თუმცა თავიდანვე არ მომწონდა და არც არის მოსაწონი კაცი. როდესაც ერთმა ქალბატონმა უარი უთხრა ქორწინებაზე, წავიდა და ფაქტობრივად პირველი შემხოდრი ქალი მოიყვანა და ისიც საშინელი ქალი. ახლა ცოტა რომ ვილაპარაკო მისის ელტონზე, ანუ ამ კაცის მეუღლეზე. რომ თქვი, ალბათ საშინელი ქალი არის, მეთქი ესეთი სამართლიანი არ ყოფილა, იმიტომ რომ საშინელი არის, იმიტომ რომ თავი გონია ყველაზე მაგარი, გონია რომ ამ ხალხში, ამ საზოგადოებაში ყველაზე მაღალი თვითონ არის, თუმცა ემას ფიქრებიდან და თავის შეფასებებიდან გამომდინარე, ასე არ არის, სულ ლაპარაკობს, საიდან მოვიდა აქ და იქ Maple Grove-ში რა კარგი იყო ყველაფერი და როგორი მაგარი ეტლები ქონდა და რა მდიდარია ამის ოჯახი და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ისევ და ისევ ამ წიგნებში, ზოგადად ამ ჟანრში როესაც ვკითხულობთ, ვინც მართლა მაღალი კლასის წევრია, არასდროს არ ლაპარაკობს ეგეთ რაღაცეებზე, იმიტომ რომ არ სჭირდება. შემდეგ ყავს მისის ვესტონი, ეს არის ყოფილი მოსამსახურე ემას და ამ ვუდჰაუსების სახლის კარზე და მისი გაზელია ფაქტობრივად ემამ. ამიტომ ემას ძალიან უყვარს და მისის ვესტონიც ძალიან კარგად არის დახასიათებული. მისი ქმარი ძალიან საყვარელი და კეთილი კაცია, რომელსაც მართლა უყვარს მისის ვესტონი, ანუ მის ტეილორი, როგორც მანამდე იყო ცნობილი და აქვს ესეთი მყუდრო საყვარელი ოჯახი. თუმცა შვილთან დაკავშირებით მისტერ ვესტონს ყავს შვილი ფრენკი, რომელიც მას ერთად არ ცხოვრობს, იმიტომ რომ ცოლის მხრიდან ნათესაობმა ცოლი აღარ ყავს, გარდაიცვალა, მგონი წაიყვანეს და იმათმა გაზარდეს, იმიტომ რომ იმათ უფრო ძალიან ბევრად მეტი ფული აქვთ და უფრო წარმოსადეგი ოჯახია.
ფრენკი კი ეს ვაჟი მისტერ ვესტონის ფაქტობრივად ჰაიბურის პრინცია. როდესაც გამოჩნდა ჰაიბურიში, ყველა მაგაზე ლაპარაკობდა, ყველას თვის ძალიან ისეთი საქმროა, რომ ძალიან გაუხარდებოდათ მასთან დაკავშირება და ასე შემდეგ. შემდეგ ყავს მისის ბეიტსი, რომელსაც ყავს ობოლი დიშვილი ჯეინი. თვითონ არის უზომოდ მოლაპარაკე, ენას არ ეჩერებს არასდროს, თუმცა არც ისე ძალიან გაღიზიანებს, გაღიზიანებს, მაგრამ ისეთი კეთილია და ყოველთვის რასაც ლაპარაკობს არის იმაზე, რამდენად grateful ან რამდენად მადლიერია ყველასი, რომ ასე ეხმარებიან, იმიტომ რომ თავის დროზე დიდი ფული ჰქონდა ამ ოჯახსაც, თუმცა მერე არც დაკარგეს და ახლა ესე ვთქვათ, ცოტა ღარიბები არიან, მაგრამ მაინც იგივე კლასთან ურთიერთობენ. ჯეინი კი, ანუ ეს დიშვილი წაიყვანა მამამისის მეგობარმა, ანუ მშობლები გარდაეცვალა და მამამისის მეგობარმა წაიყვანა ოჯახში აღსაზრდელად, რომ რაღაც განათლება მიიღო და ამ წამს ვიცით, რომ პიანინოს და მუსიკის ზოგადად დიდი მცოდნეა. ჯეინი საინტერესო პერსონაჟია, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცით დარწმუნებით ამ ქალზე. ჩაკეტილია, ასევე ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ლამაზია და ემას დიდად არ მოსწონს. ოღონდ მიზეზი, ესე ვთქვათ, არ აქვს. ერთი ასაკის არიან და უნდა დამეგობრებულიყვნენ, თუმცა ემა არასდროს არ დამეგობრებულა მასთან. ანუ ამჟამად წიგნში ყავს 3 პერსონაჟი, მთავარი ქალი პერსონაჟი, რომლებიც არიან სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, თუმცა მსგავსი ასაკის 20-იანი წლების დასაწყისში არიან ალბათ. ემა, ჰარიეტი და ჯეინი. და ჯერ არ ვიცით რა გზას გაუყვება თითოეული. თუმცა რა თქმა უნდა, ემას აქვს არჩევანი გააკეთოს, რაც უნდა, ყოველთვის როცა მამაკაც ხედავს, ვინც მასთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს, თვითონ არის უფრო იმ პოზიციაში, რომ მე გადავწყვეტ ურთიერთობა გვექნება თუ არა. ჰარიეტი არც ვიცით რა კლასის წარმომადგენელია, უბრალოდ ემას უნდა საუკეთესო მისთვის, თუმცა თვითონ ჰარიეტს ალბათ არანაირი არჩევანი არ აქვს თვითონ რომ გააკეთოს. ჯეინი კი, რა თქმა უნდა, მასაც ენდომება კარგად გათხოვება, უბრალოდ ჯეინს აქვს ის არჩევანი, რომ წავიდეს ვიღაცასთან, ანუ მაღალი კლასის წარმომადგენელთან, ესე ვთქვათ, შვილები გაუზარდოს და პიანინოზე დაკვრა და მუსიკალური განათლება შეესწავლოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არჩევნები აქვთ ამ პერსონაჟებს, როგორც მე ვხვდები. ახლა კი გავაგრძელოთ კითხვა, მე გავაგრძელებ და თქვენ კი თუ გსურთ წამომყევით, რომ ნახოთ რა ხდება ჰაიბურიში და რა გზას გაუყვებიან ეს პერსონაჟები და როგორ დამთავრდება ეს სიტუაციები. ვკითხულობ Kindle-ზე, ვკითხულობ ინგლისურად, იმიტომ არა რომ ქართულად კითხვა არ მიყვარს, გვიждები ქართულად კითხვაზე და წიგნებიც მაგ წამოღებული, რაც კი ჩაეტია ჩანთაში, იაპონურს მაგალითად, სანამ იაპონურად კითხვას არ შევძლებ, ალბათ თუ ქართულად წავიკითხავ, იმიტომ რომ შეჩვეული ვარ მურაკამის კითხვას ქართულად და ქართულ ნათარგმნში და ასე შემდეგ სხვა წიგნებთან დაკავშირებითაც. თუმცა რისი წაკითხოთ ორიგინალში შემიძლია, რა თქმა უნდა, ორიგინალში წავიკითხავ. ასე რომ ახლა ზედმეტი საუბრების გარეშე დავიწყოთ კითხვა. გონია რომ ძალიან საინტერესო ადგილს მივადექი, სადაც ჩანს რომ ემა ჯეინზე ჭორაობს და ამბობს რომ მისტერ დიქსონთან რაღაცა ჰქონდა და ფრენკს ეუბნება ამ ყველაფერს. ეს ფრენკი თავიდან რომ მოვიდა, მეგონა რომ ძალიან დიდი ჯენტლმენი იქნებოდა, თუმცა ახლა ვხედავ რომ ცოტა ბავშვური ადამიანია, რაღაცა ისეთი ცანცარა და სერიოზულად რო არ უყურებს არაფერს. იმიტომ რომ ფაქტობრივად ემას აყვა, ანუ ამ ჯეინის გაჭორვაში, ესე ვთქვათ, მაგრამ ესეთი გრძნობა მაქვს რომ იმიტომ კი არ აყვა რომ თვითონაც ეგრე ფიქრობს, არამედ იმიტომ რომ ემას ასიამოვნოს. და ისე ჩანს რომ ჯეინთან ცოტა სხვა კავშირები აქვს, ანუ თვითონ რაღაც ორმაგ თამაშს თამაშობს. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ მეგობრები ხო იყვნენ ეს ფრენკი და ჯეინი, იმიტომ რომ აღნიშნულია რომ მანამდე სხვა წრეში იყვნენ ხოლმე ერთად, ან მისტერ დიქსონთან ერთად. ეს ერთი, რომ არ მომწონს ამის რაღაცა სულელური საქციელები. მეორე ის რომ ჰარიეტი, ანუ რას აკეთებს? რო თქვა რომ რაღაცები მაქვს შენახულია, მეგონა რომ ექნებოდა რომ წერილი მაინც შენახული ამ მისტერ ელტონისგან და თურმე ჰქონია შენახული რაღაც სანტავიკი და ეგეთ რაღაცები. და ვერ ხვდები ეგ რანაირად შეუყვარდა მისტერ ელტონი, იმიტომ რომ მანამდე ვინც უყვარდა, ანუ მარტინი რო უყვარდა, ის გასაგებია ურთიერთობა ჰქონდა ამ კაცთან და მისტერ ელტონი საიდან მოიტანა რომ ესე გაგიშდა და გადაერია, მაგრამ კაია რომ ყველაფერი დაწვა, უბრალოდ ცოტა უცნაურია რომ ეგრე ძალიან იყო ობსესდ ამ კაცით. ხოლო მისის
ელტონის შემოსვლა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ნერვებს უშლის და მეც ნერვებს მიშლის. კარგი, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირი დინამიკა შემოიტანა. აბა მანამდე ყველა ერთმანეთს ეწყობოდა და ყველა კარგ ურთიერთობაში იყო ერთმანეთთან და რაც ეს შემოვიდა ცოტა ქაოსი, იმიტომ რომ არავის არ მოსწონს და ყველა ცოტა მაგაზე ლაპარაკობს ხოლმე ზურგს უკან და ზოგჯერ პირში წეუნებიან რაღაცებს. მაგრამ ისე ცლად რო არ მიხვდეს. კიდე რა მოხდა ისეთი ვართ ცეკვებზე და ამ ცეკვებზე ერთი რაღაცა მენიშნა მისტერ ნაითლი და ემა ცეკვავდა და შეგვიძლია ვიცეკვოთო რაო დადაძმა ხო არ ვართო და ისე თქვეს რომ უეჭველი მაინც თავიდან რო თქვი მაგრამ მაინც მგონია რომ მისტერ ნაითლი და ემა ერთად უნდა დარჩნენ წავით ოღონდ თან ვერ წარმომიდგენია რომ საბოლოოდ ერთად დარჩნენ და მგონია რომ შეიძლება უნდოდეს ორივეს მაგრამ არ გამოვიდეს რაღაცა და ეგეთ სიტუაციაში ჩავარ. ანუ ეს მისის ელტონი უკვე მაგიჟებს. ნაითლის როგორ ეუნება, რომ ჯერ ნაითლის რო ეძახის და მისტერ ნაითლის არ ეძახის. და მე ანუ რანაირად ეუნება, რომ შენ სახლში მე დაგიპატიჟებ მეგობრებსა და მე უკეთესად ვიციო, მე გათხოვილი ხალი ვარ და კარგად შეგირჩევო, ვინ მოვიყვანო. და ეს ნაითლი ეუნება, რომ არაო, ანუ მე თვითონ ავარჩევო და მე თვითონ დავპატიჟებო, ვისაც მინდაო და არაო, არ არის პრობლემა, მე დაგიპატიჟებო. ჯერ ეგერთი თავი რო დაიპატიჟე ამასთან. ეგრე გამოვიდა. ნუ კაი ხო, ნაითლი მუთხრა ჩემთან წავიდეთ, მაგრამ ხუმრობით უთხრა clearly და ამ ქალმა კიდე არაო, წამოვალო. რა თქმა უნდა, კაი აზრი არის. არ ვიცი, ანუ ძალიან გამაღიზიანებელი ქალია. რამდენჯერ უთხრა ნაითლი, რომ არაო, ანუ მე დავპატიჟება და არ მოისვენა, არა მე დაგიპატიჟებ მეგობრებს და სანამ ნაითლი არ უთხრა კაცრად კიდევ ერთხელ, რომ ჩემ სახლში მარტო მე და მხოლოდ ერთი ქალი, ერთი married, ანუ დაქორწინებული ქალი დაპატიჟებს ხალხს, ეს არის, ანუ თავისი ძმის ცოლი. არა, მისტერ ნაითლიზე სანერვულო ნამდვილად არ მაქვს ესეთი პასუხები აქვს ამ ქალმა რომ გაუგზავნო, რომ ჩემ მოსამსახურეებს დაგახმარო და რაღაცა და არ მჭირდებაო, ანუ ჩემით გავაკეთებ ყველაფერსა და არაო, ჩემ მოსამსახურეები ძალიან ჭკვიანები არიანო და ნაითლი მომპასუხა, რომ ჩემ მოსამსახურეებიც ნამდვილად ფიქრობენ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და თავს გაართმევენ ყველაფერსო. და მერე კიდე რაზე უთხრა, რაღაცაზე უთხრა მის ელტონმა. ხო, გარეთ დავსხდეთო, მე მოვიფიქრო, პიკნიკი გავაკეთოთ და ამ კაცმა ძალიან კარგად ვიცი, მე რაც მინდაო და იმას გავაკეთებთ, რაც მე მინდაო. ეგრე არ უთქვამს, მაგრამ ფაქტობრივად ეგრე გამოვიდა. ეს მისტერ ელტონი კიდე ისე იქცევა, გეგონება ცალი ფეხი უკვე სამარაში უდევს. ცეკვაზეც მაგალითად აღარ ვცეკვავო, I'm an old married man, ანუ მოხუცი დაქორწინებული კაცი ვარო და არავის აღარ ვეცეკვებიო. მივხვდი ფრენკი რატო არ მოსწონს მისტერ ნაითლის კი არა და მე რა აღმოვაჩინე ფრენკში. ძალიან გავს თანამედროვე ბიჭებს. ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მიხვდებით, არ ვამბობ, რომ ყველა ბიჭი ცუდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან გავს სიცალქეში. აი ბოლო თინეიჯერულ ასაკში 18 წლის ან თუნდაც 20 წლის ბიჭებს, არა, უფრო ალბათ 18 წლის ბიჭებს, რომლებიც ყველაფერზე ხუმრობენ, ყველაფერი საღადაო ჰგონიათ და არაფერ სერიოზულად არ უყურებენ. იმიტომ რომ აი ესეთი ქცევა აქვს, როცა ჯეინზე ლაპარაკობს, ვერ გაიგებ რაზე ლაპარაკობს, ანუ კარგად უყურებს ამ ჯეინს, სულად უყურებს ამ ჯეინს, ემას რატო ხან ეფლირტავება, ხან არ ეფლირტავება, ახლაო წავალ და რო ჩამოვალ, ცოლი დამახოდრე, კარგად შემირჩიევ. აი ზუსტად ისეთი ფრაზები აქვს, რასაც ასე მგონია რა. მაგ ასაკის ბიჭი იტყვის თანამედროვე სამყაროში. და მეორე მომენტი, რაც ცოტა მივამსგავსე თანამედროვე სამყაროს, ის არის, როდესაც მისტერ ნაითლი ეუბნება ემას, რომ არ უნდა გეთქვა ეგეთი რაღაცა მისის ბეიცისთვის, ანუ არ უნდა გეხუმრა ეგრეთ სუდადო. ახლა რა იყო სიტუაცია? შეკრებილები იყვნენ, წასვლები იყვნენ სადღაც და ფრენკმა ისევ მაგარი იყადაო და ვითომ ემამ უთხრა, რომ გამართეო და ფრენკმა თქვა, რომ ყველამ რაღაცა უნდა თქვათო ემას გასართობათო. ან ერთი ძალიან მაგარი, ან ორი საშუალო, ან სამი dull რაღაცა boring მოსაბეზრებელი ისტორიაა და მისის ბეიცმა, როგორც გახსოვთ თქვი, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს ეს ქალი და ყველაფერზე ლაპარაკობს, თქვა, რომ იო რა მაგარია, მე სამს ვიტყვიო მაშინო და ანუ არ იქნება პრობლემაო. რომ თუნდაც მოსაბეზრებელი იყოსო და ემამ უპასუხა, ვერ შეიკავა თავი და უპასუხა, რომ ოღონ
დაიმახსოვრეო, რომ 3 უნდა თქვა, ანუ number-ში, რიცხვში შეზღუდული ხარ რამდენ სიტყვია. და ძალიან ეწყინა ეს მისის ბეიტს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად მიიღო და ასე შემდეგ. ნუ არ იყო ეგეთი შეიძლება გაიცინო, გაიარო, მაგრამ ზუსტად ეკუთხრა მისტერ ნაითლი მერე ემას, რომ არ უნდა გეთქვა ეგრეო, იმიტომ რომ მის ბეიტსი უფრო სწორად არ არის გათხოვილი. არ არის შენი equal, ანუ შენი თანასწორი არ არისო. და შენ თანასწორთან ესე ლაპარაკი კიდე შეიძლებაო, მაგრამ როდესაც შენზე დაბალი ფენის წარმომადგენელი ან შენზე ღარიბია, არ შეიძლება რომ ეგრე ესაუბრო, იმიტომ რომ ნუ ცუდად გამოჩნდება სხვების თვალშიც, იმიტომ რომ ყველა შენ გიყურებს, შენ როგორ მოიქცევი ხალხსო. და გამახსენდა ერთი რაღაც ესეთ პარალელს გავავლებდი, არ ვიცი დამეთანხმები თუ არა, მაგრამ თუნდაც სკოლაშიც, როდესაც ბავშვები ერთმანეთს ძალიან მწარედ და ცუდად ეხუმრებიან და ვერ ხვდები რატო ხდება ეგ, მაგრამ მოკლედ ხო ვეხუმრებით ერთმანეთს ზოგადად ადამიანები და როდესაც შენ თანასწორს ეხუმრები, ანუ თანასწორს როგორ შენ მეგობარს, რომლებსაც შეიძლება ერთი წრე გყავდეთ სკოლაში, ან ყველა მიცოდეს, რომ მეგობრობთ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გაქვს. როდესაც ესეთ ადამიანს ეხუმრები, stakes უფრო low არის, ანუ უბრალოდ შეიძლება ხუმრობაში გაატარო და ამას არ ჰქონდეს რაღაცა ისეთი ცუდი შედეგი. მაგრამ როდესაც ამბობ, რომ ვითომ ეხუმრები და ის ადამიანი არის, ანუ როგორ ვთქვა დელიკატურად არ ვიცი, ჩაგრავ ადამიანს. არის განსხვავება, მიხვდებით ალბათ ყველას გამოგვიცდია, რომ თუ შენ თანასწორთან ერთად ხუმრობ, ეს არის ხუმრობა, მაგრამ თუ იმ ადამიანს ეხუმრები, ვისაც მეგობრად არ თვლი, ჩაგვრა გამოგდის და თუ მწარედ ეხუმრები, იმიტომ რომ შემდეგ სხვაც დაჩაგრავს იმ ადამიანს. იმედია სწორად გადმოვცემ ჩემს სათქმელს და იმედია მიხვდებით, რასაც ვამბობ. ესეთი სიტუაცია მგონია აქაც, რომ ემას რომ მისტერ ნაითლისთვის ეთქვა რაღაცა, მისტერ ნაითლის არაფერი დაუშავდებოდა. თუმცა თუ მის ბეიტს ეთქვა, იმ მის ბეიტს სხვა მერე კიდე გაეხუმრება უფრო ცუდად და არ შეიძლება, იმიტომ რომ უკვე ჩაგვრა გამოდის და არა უბრალოდ ხუმრობა. ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამაზე, მაგრამ უბრალოდ ძალიან მინდოდა რომ სწორად მოსულიყო თქვენამდე, რასაც ვამბობ. ვაიმე, მისის ჩორჩილის გარდაცვალებას არ ველოდი. ანუ მართლა არ ველოდი, მეც მეგონა ყველასავით რომ უბრალოდ ამბობდა რომ ცუდად ვარ და მართლა არ იყო ცუდად. მაგრამ მოკლედ მისის ჩორჩილი გარდაიცვალა და ახლა არ ვიცით ფრენკი რას და როგორ იზამს. მეორე მომენტი კიდე ჯეინი რატო ამბობს უარს ემას ამ ბევრ ცდაზე, რომ საჭმელი გაუგზავნოს, რომ გამოიყენოს და გაასერნოს, იმიტომ რომ ჯეინი ცუდად არის და ემაც ცდილობს რომ გაახალისოს, ასე ვთქვა, და გულწრფელად ცდილობს არანაირი რაღაცა ვალდებულებების გამო. მაგრამ ჯეინი ყველაფერს უკან უგზავნის, არ გადის მასთან ერთად და ცოტა ვერ ხვდები რატო, იმიტომ რომ მე ისე ვუყურებ, რომ აი შანსია რომ დამეგობრდნენ, შანსია რომ რაღაცა კარგად იყვნენ ერთმანეთში, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილან და მართალია როგორც მისტერ ნაითლი ამბობს, ჯეინ ემას აქამდე უნდა ეცადა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ხო ცდილობს გულწრფელად და გავიდნენ და ილაპარაკონ იქნებ და როგორ კარგად მეგობრობენ. მეგობრებო, მისის ვესტონი ეძახის ემას, რომ სასწრაფოდ მოდი ჩემთანო. და ესეთი სასწრაფო საქმე რა არის, არ ვიცი. მე ვიფიქრე თავიდან, რომ ეს მისის ჩორჩილი, ვაიმე არ მithქვამს მისის ჩორჩილი ვინ არის. ეგ არის ფრენკის ბებია გამოდის, რომელმაც შეიფარა და გაზარდა ეს ფრენკი. და მისცა ქონება ფაქტობრივად. და მოკლედ ეგ ხო გარდაიცვალა და ვიფიქრე, რომ შეიძლება ფრენკი მეთქი ფეხი დაკრას და წავიდეს უცხოეთში. და ეგ უნდა უთხრას მეთქი მისის ვესტონმა ემას, რომ აი მიდის ფრენკი და რაღაცა და ეგ არის სასწრაფო ამბავი. მე ვიფიქრე, რომ შეიძლება უფრო რაღაცა ისეთი ხდება მეთქი და მისის ვესტონი ურსულად არის თქო. არ ვიცი, ახლა გავიგებთ რა ხდება. მისტერ ვესტონიც ისეთი განერვიულებულია, რომ მგონია, რომ შეიძლება სხვას უნდა სთხოვოს ხელი. ფრენკმა და არა ემას, იმიტომ რომ მისტერ ვესტონს ძალიან უნდოდა, რომ ემა და ფრენკი ყოფილიყვნენ ერთად, როგორც ყველას. და შეიძლება ეგ არის, რომ ვიღაცა სხვა მოეწონა ამას. იმიტომ რომ ბოლოს ძალიან ეუნებოდა ემას რაღაც, ჩამოშორდასავით რა ემას. ნახოთ. მეგობრებო, ფრენკი თურმე დანიშნულია ჯეინზე უკვე რაღაც 9 წელი გამოდის თუ რაღაცა. ანუ ეს ორი დანიშნული იყო ერთმანეთზე ამდენი ხნის განმავლობაში.
დები რანაირად იყვნენ ესე საიდუმლო დანიშნულები, იმიტომ რომ ფრენკი ყოველთვის გადავდა ჯეინზე, ჯეინი ყოველთვის საწყლად იყო, ეს საწყალი გოგო მართლა სახლში გამოკეტი. პიანინო ვინ მოუტანა? ეგ არ ვიცით, პიანინო ვინ ფრენკმა გამოუგზავნა, მაგრამ ფრენკ არ მგონია ეგრე იყოს. იმიტომ რომ მოკეთ ადრე, ანუ ციგნის უფრო ადრეულ ნაწილში, ჯეინმა მიიღო პიანინო საჩუქრად. და ემა გადაობდა, რომ ალბათ მისტერ დიქსონმა გამოუგზავნა, მისტერ დიქსონი არის ამ ჯეინის საუკეთესო მეგობრის ქმარი. იმიტომ რომ რაღაცა ქონდა ალბათ მისტერ დიქსონთანო. მაგრამ ხალხს გონია, რომ უბრალოდ ამის მფარველმა გამოუგზავნა, ანუ ვინც აიყვანა მამამისის მეგობარმა გამოუგზავნა ეს პიანინო. მაგრამ ახლა აღარავინ არ ლაპარაკობს ამ პიანინოზე და მაინტერესებს ფრენკმა აჩუქა და ეს ვერ ამბობდა ვისი ნაჩუქარი იყო ამდენი ხანი თუ რა ხდება. მაგრამ ზოგადად იცით რა მაინტერესებს? მე მეგონა მარტო საქართველოში იყო. აი მარტო საქართველოში არა, მაგრამ ჩვენ ხო საქართველოში გავიზარდეთ და რაც ვიცით, რომ ანუ ყველაფერი ყველა საქმეა და აი ეს ჩარევა და შენ ოჯახში რა ხდება მეც რო უნდა ვიცოდე, ეგეთი ამბავი და აქ რაც ხდება. მისის ვესტონი რო ეუბნება იმას ემას, რომ ახლო ფრენკი გამომიგზავნის წერილსო, სადაც დეტალურად აღმიწერს რა და როგორ მოხდაო და აუცილებლად ეგრევე შენ შეგატყობინებო. რატო უკითხავენ ერთმანეთს ამ წერილებს არ ვიცი. მაგრამ კაი მისის ვესტონის და ემას შემთხვევაში კიდე გასაგებია ესეთ რაღაცა მესიჯს რო წააკითხებ შენ და ქალს ალბათ, მაგრამ ზოგადად ეგრე არიან, ანუ ყველაფერი უნდა იცოდეს. და შემდეგი ჩაფთერი იწყება სიტყვებით ჰარიეტ, ჩემოსაწყალო ჰარიეტ. და მართლა საწყალი ეს გოგო. იმიტომ რომ ყველას და ყველაფერს ეშველა ამ გოგოს გარდა და არადა თავიდან აკაკი შეთავაზება ჰქონდა მისტერ მარტინისგან ცოლობის, მაგრამ ემამ დაარწმუნა, რომ უარი უნდა ეთქვა. და ამის შემდეგ აღარაფერი ეშველა ამ გოგოს. და ახლა საწყალო იმიტომ ამბობს ემა, რომ ემას უნდოდა, რომ ჰარიეტი და ფრენკი ერთად არჩენილიყვნენ, რადგან ფრენკს უკვე საცოლე ყავს. რა თქმა უნდა, ჰარიეტი დარჩება ისე. ძალიან სასაცილოა, რომ ჰარიეტს მაგარი კიდია ეს ქორწილი და ფრენკიც მაგარი კიდია და ჯეინი კიდე მოკვდა ნერვიულობით, რომ როგორ უთხრა ეს ამბავიო. უეჭველი ნაითლი მოსწონს ახლა დიალოგი ისე მიდის, რომ უკითხულობ და უეჭველი იტყვის, რომ ფრენკი კი არა, მისტერ ნაითლი მომწონდაო. იცი რატო? ერთ მომენტში მისტერ ელტონს უნდა გამოეწვია ცეკვაში ჰარიეტი, მაგრამ არ ქნა იმენა უარი თქვა მაგაზე. და ძალიან ისე დარჩა ჰარიეტი იყო ერთადერთი გოგო, რომელიც არ ცეკვავდა და მისტერ ნაითლი როგორც ჩენტლმენს შესაბამება, წამოდგა და დაიწყო ცეკვა ამასთან ერთად. და უეჭველი მაგის მერე მოსწონს. მეგობრებო, გავგიშდები, იმიტომ რომ აქ ისე აღნიშნული თითქოს მისტერ ნაითლსაც მოსწონს ჰარიეტი. ემა იკითხება ჰარიეტს, რომ have you any idea of Mr. Knightley's returning your affection? და ჰარიეტი პასუხობს, რომ კიო, ახლა გეტყვიო, რატო არ ესე დარწმუნებულიო. აი ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი. იმიტომ რომ ახლა წავიკითხე, it darted through her with the speed of an arrow that Mr. Knightley must marry no one but herself. ანუ ემას ეგონა, რომ მისტერ ნაითლი თუ ოდესმე ცოლს მოიყვანდა, თავის თავი უნდა მოიყვანა, ანუ ემა უნდა მოიყვანა ცოლად. ვიცოდი, მაგრამ ახლა რა მოხდება? არა, აი მართლა არ მგონია მისტერ ნაითლიმ ჰარიეტი მოიყვანოს ცოლად. შავი, ანუ ძალიან არ მგონია, იმიტომ რომ მგონია, რომ იმასაც ემას მიმართ აქვს რაღაცა გრძნობები. ემა ელაპარაკება მისტერ ნაითლის და მისტერ ნაითლი ამბობს, რომ jealous ვარო, ანუ შურს ფრენკისო და ემას არ უნდა რომ კითხოს რატო გშურსო, იმიტომ რომ შეიძლება პასუხი იყოს, იმიტომ რომ მინდა რომ ჰარიეტს მე მოვწონდეო ან რაღაცა. ახლა კითხულობ. მგონია რომ ეტყვის რომ შენ მომწონხარო, არ მგონია ჰარიეტზე უთხრას. და ემა კიდე ამბობს რომ არაფერი არ მითხრაო, იფიქრეო და არ ილაპარაკო. და გაჩუმდა მისტერ ნაითლი. იმიტომ რომ ემამ უთხრა რომ გაჩუმდი და იფიქრეო და მადლობაო.
ალბათ მადლობას იმიტომ ხდეს რომ შეცდომა არ დამაშვებინე ვარ და აი საერთოდ არ მგონია რომ ჰარიაძე იყოს ლაპარაკი. If I loved you less, I might be able to talk about it more. Mr. Knightley ეუნება. გეუნებით უეჭველი ვიყავს. მოკეთ ახლა ემას ფილინგებში ვიკარგებით და რას ფიქრობს იმას ვკითხულობ, მაგრამ თავი ის არის რომ ყველაფერი არასწორად გაიგო ამ ქალმა საერთოდ. თავიდანვე ყველაზე ამბობდა რომ იმას უყვარს და აღმოჩნდა რომ ყველას ეს ემა უყვარს და ახლაც ბოლო წაბამდე ეგონა რომ მისტერ ნაიტლი რომელიც თვითონ ძალიან მოსწონს და თვითონაც უყვარს ეგონა რომ იმას სხვა უყვარდა და რა თქმა უნდა ამასაც ემა უყვარს ყველას ემა უყვარს ძალიან სასაცილოდ და საყვარელად დამთავრდა ეს ჩეფთერი მოკლედ მისტერ ნაიტლი ძალიან ბედნიერია და ფიქრობს and if he could have thought of Frank Churchill then he might have deemed him a very good sort of fellow და მანამდე ვერ იტანდა, მაგრამ იმიტომ ვერ იტანდა, რომ ემა უყვარდა და ემას კიდე ეგონა, რომ ფრენკ ჩორჩილი უყვარდა. ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. მაინც არ ვიცი, ანუ გათხოვდება ეს ემა? თუ უბრალოდ მიიღებს ყველა flatteries, რომ ყველას ეს უყვარს და მაინც არაფერს არ იზამს. მაგრამ ალბათ გათხოვდება, ალბათ ნაიტლი და ემა ერთად დარჩებიან. მაგრამ სხვათან არ ხდება, იმიტომ რომ 2 საათი გვაქვს დარჩენილი კითხვის. ახლა დავამთავრე ფრენკის წერილის კითხვა და არ ველოდი თურმე რომ ჯეინს და ფრენკს ესეთ შელაპარაკება მოსვლიათ კამათი, თუმცა ლოგიკურია, როგორც ფრენკი იქცეოდა. რომელი დანიშნული ქალი გაუძლებდა ამ ყველაფერს და ჯეინს, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი ჯეინი რატო დათანხმდა იმ სამსახურს რა წასულიყო და სუსტვის ესწავლებინა, რომელიც მისის ელტონმა გაუჩნდა მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდებოდა ჯეინს. და თურმე იმიტომ რომ ჯეინს ამოსვლია ყელში ამდენი ფრენკისგან უყურადღებობა და სხვა ქალებისადმი ყურადღება, თუნდაც იმიტომ რომ ეს თავიანთი საიდუმლო შეენახათ, მაგრამ მაინც ხო ეგრე გამოდიოდა და უთქვამს რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთად და მოდი დავშვერდეთო და მართლა სერიოზულად თურმე მიდიოდა იქ სამუშაოდ. და ისე მოხდა რომ ფრენკს უნდა მიეწერა არა, რას ამბობოდა რაღაცა, მაგრამ წერილის მიწერა დავიწყებია. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც შერიგებულან, იმიტომ რომ ბოლოს ფრენკმა მოკეთ დეიდამის რო გარდაიცვალა, ბიძამის უთხრა რომ ესა და ესე ჯეინი მინდა ცოლად მოვიყვანო და ასე შემდეგ და მოკეთ ყველაფერი მან დაალაგდა. უბრალოდ მე ის მიკვირს რომ საერთოდ არ მეგონა ფრენკი და ჯეინი თუ ასეთი მთავარი პერსონაჟები გაიჩნდებოდნენ, მაგრამ თლად ეგრეც არ არის. ჯერ დავიცადოთ, ჯერ იქნებ მისტერ ნაიტლის და ემას ქორწილიც მოხდეს, იმიტომ რომ ახლა მთავარი ამბავი ფრენკის და ჯეინის ქორწილია. მაგრამ ავარა ისე ძალიან საინტერესო. თავიდან ის რა ესე დაიწყო საყვარლად წყნარად ყველაფერი კარგად იყო, არანაირი დრამა არ ხდებოდა და ბოლოს იმდენი ტყუილი და იმდენი რაღაც, მაგრამ ეგრე ხდება ხოლმე ასეთ წიგნებში. საინტერესოა. და მოკლედ ჯერ იმაზე უნდა მელაპარაკა, რომ ეს მისის ელტონი ისევ ნერვებს მიშლის მეთქი და როგორ შეიძლება მე როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი არსებობდეს საერთოდ? რო გქონია რომ მარტო თვითონ იცის რა ხდება და მარტო თვითონ იცის ამ ჯეინის და ფრენკის შესახებ და რო არის იმაც ახლოს და როცა ემა შედის სახლში ის ელაპარაკობს ვითომ მარტო თვითონ იცის ეს საიდუმლო და ემამ არ იცის და რაღაც ზემოდან უყურებს. არა ემამ ლამის ფრენკის და ჯეინის მერე ემამ გაიგო რა ხდებოდა. ეს ერთი და მეორე ახლა რაც მაინტერესებს მისტერ ელტონი და ნაიტლი ახლა ხვდებიან კრაუნში და ემას გონია რომ მისტერ ნაიტლი შაბათს ანუ ხვალ და არა დღეს უნდა შეხვედროდა მისტერ ელტონს და მაინტერესებს ერთი რა ხდება ვის ეშლება რა თქმა უნდა მისის ელტონს აერია ყველაფერი და მისტერ ელტონი ვერც კი შეხვდა ნაიტლის, იმიტომ რომ ნაიტლის სხვაგან იყო და როგორც ემას გონია შეიძლება ემასთან არის მისული და ამიტომ ემაც გაიქცა სახლისკენ და სანამ გაიქცეოდა ჯეინს და ელაპარაკა ჩუმად. ძალიან სასაცილოა რომ მისის ელტონს გონია რომ თვითონ არის ყველაფერი ამ დროს კი არაფერი არ არის აჰაიბურიში.
მოკლედ ჯეინს ცოტა ელაპარაკა ემა კართან ესე ვთქვათ და ძალიან საყვარელია როცა ხედავ რომ ორი ქალბატონი ძალიან ბედნიერია და იმდანაც ბედნიერები არიან რომ ერთმანეთი იმ წამს შეუყვარდათ და ის ელაპარაკობენ მაგალითად ემა ეკითხებოდა რომ აბა რა შვებით აბა სად ცხოვრობთ აბა როგორ იქნება იმედი ყველაფერი კარგად არის და არა ბუდიშები და რას ამბობდა ჯეინი კიდე ძალიან დიდი ბუდიშია რომ ასე ცივად გექცეოდია და ასე შემდეგ და ემამ არა არის საბუდიშო და მოკლედ ძალიან კარგი წასაკითხია რომ ასე კარგად არიან მაგრამ მე ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს რომ ორივე ძალიან შეყვარებულია და ორივე ისეთ კარგ ხასიათზეა რომ ყველაფერი თვალები უბრწყინავთ და არიან უბედნიერესები ვნახოთ როგორ დამთავრდება მგონი ცოტაღა დამრჩა რაღაცა 1 საათი და 1 საათის კითხვის პერიოდი და ვნახოთ რა მოხდება ამ 1 საათში. ალბათ ესეთი დიდი გრანდიოზული აღარაფერი ალბათ ორივე დაქორწინება და ბედნიერად დასრულდება ყველაფერი ვნახოთ. მე ჯერ პერსონაჟი არ მახსოვს ასე ძალიან არ ნდომებოდა თავისი ქალიშვილების გათხოვება, როგორც მისტერ ვუდჰაუს. ვერ გავიგე რა უნდა ამ კაცს. მარტო თავისი ქალიშვილების კი არა, თავისი მოსამსახურის და ყველასი გათხოვება, რომ საშინელებად წარმოუდგენია. მით უმეტეს ახლა ემა რო არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო და მე არ ტოვებ სახლს და პირიქით, ანუ კაცი გადმოდის ამასთან საცხოვრებლად, იმიტომ რომ სანამ მისტერ ვუდჰაუსი ანუ მამამისი ცოცხალია, არ შემიძლია რომ დავტოვო, ცოდო არისო მარტო და გადაირევა და გაგიჩნდებაო. აი რამდენი ხანია ამას ვფიქრობდი, რამდენი ხანია მინდოდა ეს სიტყვები გამეგო ძლივს, რომ Harriet Smith marries Robert Martin. როგორც უნდა ყოფილიყო ყოველთვის სანამ ჩაერეოდა ემა, ძალიან მიხარია, ანუ მართლა მარტინს ყოჩახ. არ ვიცი უარის მერე როგორ გადაწყვიტა, რომ ისევ წარმოვეთქვა ეს წინადადება, მაგრამ აშკარად უყვარდათ, ანუ ყველაზე გულწრფელად ამათ უყვარდათ ერთმანეთი და ესენი დააშორა ემამ. მგონი ყველაზე მაგარი ფრაზა წავიკითხე, რაც ამ წიგნში ყოფილა. მოკლედ არ სჯერა ემას, რომ ჰარიეტ დათანხმდა მარტინის ცოლობას და ეკითხება ნაითლის ძალიან ბევრჯერ, რომ სწორად გაიგე, დარწმუნებული ხარ, რომ ეგრე იყო. და ბოლოს მისტერ ნაითლისაც ამოვიდა ყელში. ალბათ და უთხრა, რომ do you dare to suppose me so great a blockhead as not to know what a man is talking of? What do you deserve? ანუ ასე რომ ეჭქვეშ აყენებ იმას რომ ეს სწორად გავიგე რას იმსახურებ ამისთვისო და ემას პასუხი Oh, I always deserve the best treatment because I never put up with any other and therefore you must give me a plain direct answer. ანუ ხო ის კი არა რომ ემა გაგიჟდა და ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში რომ ეჭქვეშ დავაყენე შენი რაღაცა გაგება და ასე შემდეგ და მართალი ხარ რას ვიმსახურებ არა ქალმა უთხრა რომ უკაცრავადო რა, ანუ საუკეთესოს ვიმსახურებო და ახლა მითხარი პასუხი იმ კითხვაზე, რაც დაგისვიო. ძალიან მაგარია. მისტერ ელტონის გარდა ვერავინ ვერ იპოვეს ჰარიეტის და ემას დასაქორწინებლად. დავასრულე კითხვა და ახლა შემიძლია საბოლოო remarks, საბოლოო სიტყვები ვთქვა, ესე ვთქვათ, საბოლოო კომენტარი გავაკეთო. ცოტა დახლილი ვარ, იმიტომ რომ დაღამდა უკვე მთელი დღე ვკითხულობ თქვენთან ერთად, თუ აქამდე დარჩით. და საბოლოოდ ემა გაყვა ნაითლის, ჯეინი გაყვა ფრენკს, ხოლო ჰარიეტი კი გაყვა მარტინს, როგორც უნდა მომხდარიყო ალბათ. ეს წიგნი ალბათ გასაკვირიც არ არის, რომ ძალიან კარგად გადმოგცემს კლასთა შორის სხვაობას და ასევე ემას თვალით გვაჩვენებს რამდენად ემას გონია რომ ყველაფერი კარგად იცის და გონია რომ ამ კლასთა შორის სხვაობას დასძლევს. ყველაფერი კარგი უნდა ჰარიეტისთვის მაგალითად, მაგრამ როდესაც ჰარიეტი აიყვანა, იგი იმის მაგვირად რომ მართლა ჰარიეტზე ფიქრობდეს და რა შეეცამა ჰარიეტს. თითქოს ჰარიეტს უბრალოდ თავის კოპირებას უკეთებს და ყველაფერს იმსგავსებს თავზე, თუმცა ჰარიეტს არ აქვს ის ბექგრაუნდი, რაც აქვს ემას. ასე რომ საბოლოოდ მაინც თავის ტოლს და სწორს ვინც უყვარდა და რატომაც არა მიყვება ცოლად. მაგრამ ერთი მომენტია ბოლოში, როდესაც ჰარიეტი ფიქრობს, რომ შეუძლია რომ მისტერ ნაითლის თანასწორი გახდეს, სადაც ხედავთ ემას ყველაზე წაშლილ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიხვდა, რომ
ჰარიეტი იმდენად შემოიყვანა თავის სამყაროში, რომ უკვე ჰარიეტსაც აქვს საბეჭდილება, რომ რატომაც არა მე შემიძლია მისტერ ნაითლის გავყვე, თუმცა რა თქმა უნდა ეგ ეგრე არ არის, რა თქმა უნდა კლასთა შორის სხვაობა მაინც ძალიან დიდია მე-19 საუკუნის დასაწყისის ინგლისში და წიგნიც ლოგიკურად მთავრდება. კიდევ რა შეიძლება ვთქვათ ემაზე, ის რომ ისევ და ისევ თავიდანვე ბოროტი არასდროს არ ყოფილა ემა, მაგრამ ხედავს წიგნის განმავლობაში როგორ გაიზარდა და მხოლოდ ამ გაზრდის შემდეგ გახდა deserving არა ის არა რომ არ იმსახურებდა აქამდე ნაითლის, მაგრამ აქამდე ალბათ თან ცხოვრება არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ემა ჯერ კიდევ გოგო შკური იყო, ასე ვთქვათ. და შემდეგ გაიზარდა, დაინახა ის, რომ უფრო თავმდაბალი უნდა ყოფილიყო, უფრო კეთილი უნდა ყოფილიყო იმათ მიმართ, ვინც მასზე დაბლა იდგა, მაგალითად, მის ბეიცის მიმართ. ჯეინი არ ვიცი, ალბათ იმისთვის იყო, რომ ენახებინა ავტორს თუ რამდენად ცდებოდა ემა ყველაფერში ამ ფრენკის და ჯეინის მიმართებაში. და ხო, ალბათ ეგ იყო, რომ დავინახეთ ემა როგორ გაიზარდა და როგორ თვალსა და ხელშუა შეიცვალა. მაგალითად, ბოლოს რომ მართლა უხაროდა ჯეინის ყველაფერი და მართლა გულწრფელად რომ აქებდა და ასე შემდეგ და თავიდან ისე იყო, რომ კი ნამდვილად იცოდა, რომ რაღაცეებში ჯეინი უფრო მაღლა იდგა, მაგალითად მუსიკალურ განათლებაში ან მუსიკალურ გემოვნებაში, მაგრამ ყოველთვის უნდოდა რომ უფრო მაღალი ყოფილიყო და წიგნის ბოლოს თითქოს არ იყო არანაირი competition არ იყო, ანუ კი არ ადარებდა თავის თავს იმას, არამედ უხაროდა რომ ორივე კარგად იყო და ბოლოს ნუ ჰარიეტიც რო კარგად იყო და მარტინიც მიიღო, ანუ ჰარიეტის ქმარიც მიიღო, იმიტომ რომ უკვე აღარ ფიქრობდა იმაზე რომ აი ეს მარტინის საზღერი და დაბალი კლასის წარმომადგენელი, არამედ მიიღო როგორც ადამიანი, გაიცნო როგორც ადამიანი და დააფასა როგორც ადამიანი. მისტერ ნაითლი კი რა თქმა უნდა ყველას მორალური კომპასი იყო და ყველაზე სამართლიანი იქცეოდა ყოველთვის და არ ვიცი შეცდომა მგონი ამ კაცს არ დაუშვია არაფერში და ეგ იყო ალბათ აი ეს ზემოდან ედგა ამ წიგნს და თუ რამე შეცდომა მოხდებოდა, უცებ ასწორებდა. ხოლო მისის ელტონი კი დარჩა მისის ელტონად. საზღერი ქალია, ანუ რა უნდა ვისთან არის, აი ზუსტად მაგაზეა თქვენ რომ ვისთან არის რა უნდა მოვიდა ამ სოფელში და რატომღაც ეგონა რომ ყველა დედოფალივით შეხვდებოდა, როცა როგორც ხვდები არც ამათი კლასის არ ყოფილა და კლას არ ვამბობ მარტო სოციალურ კლასს ქცევითაც ყველა თუნდაც ჰარიეტი რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე დაბალი კლასის წარმომადგენელი იყო, უფრო მაღლად ჩნდებოდა იმდენად იცოდა როგორ მოქცეულიყო. არ ვიცი, მგონი ამ წამს მეც ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მართლა დაღლილი ვარ და ცოტას შევჭამ, ალბათ სმუზის გავიკეთებ და ცოტას თვალებს დავასვენებ პირველ რიგში, მაგრამ ძალიან მომწონა. დიდი ხანია ალბათ ესეთი წიგნი არ წამიკითხე, ანუ დიდი ხანია ახლა იმას არ მომბობ რაღაც ასწავლე, მაგრამ წინა წიგნები რაც წავიკითხე, აქ მიდევს ამ წიგნის განხილვა ძალიან მინდოდა, რატო იმ დროს არ დავიწყე ასეთ ვიდეოების ჩაწერა, იმიტომ რომ ეს არის აირის მერდოკის შავი პრინცი. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, აი ესეთი წიგნი არ წამიკითხე აქამდე, ძალიან განსხვავებული იყო. ამის წინ იყო თუ ამასთან ერთად მოკლედ მიახლოებით მურაკამის ეს წიგნი, რომელიც არის უფერული ცუკურო ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები და ამის წინ იყო ასევე მურაკამის საოცრება და ქვეყანა და ქვეყნის დასასრული, საოცრება და ქვეყანა და სამყაროს დასასრული, რომელიც ასევე ძალიან მომწონდა და ჯერ მურაკამის წიგნი არ ყოფილა რომ არ მომწონებოდა, მეთქი ვიტყოდი, მაგრამ პინბოლი არსებობს. კაი, ამაზე არ გავიქცევებ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ პინბოლი პირველი არ იყო, რაც წავიკითხე. პირველი მგონი ნორვეგიული ტყე იყო. ან პირველი პინბოლი იყო, არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ თვითონაც არ მოსწონს ეს თავისი პირველი ნაწარმოებები და არ აუშვებს მე თუ არ გავგიჟდები. ნუ იმდენად მაგარ წიგნები აქვს მე დაწერილი. კაი, ახლა ამას აღარ მოვყვები. ამ ვიდეოში სხვა წიგნზე იყო საუბარი და აქ გავწყვეტ. თუ მოგეწონათ ესეთი ვიდეო მითხარით, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს, რომ წინ ვკითხულობდე და თან გიზიარებდე ჩემ ემოციებს და როგორც ყოველთვის არ დაგავიწყდეთ, რომ შეგიძლიათ ყოველთვის იოცნებოთ, ამ ოცნებებისთვის იმუშაოთ და მიაღწიოთ რასაც გინდა. თან ასევე დარჩეთ კეთილები და კარგები სამყაროს და ხალხის მიმართ. ისე თუ ამ არხს გამოიწერთ და ვიდეოს დაალაიქებთ და თუ რაიმე დაგაინტერესებთ და აკომენტარებთ კიდევაც, კიდევ უფრო კარგი იქნება და დიდი სიკეთე იქნება ჩემი. აბა კარგად გემშვიდობთ.